საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის მიერ პროფილაქტიკური სამუშაოების წარმოებასთან დაკავშირებით ახმეტის რაიონის რამოდენიმე სოფელს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება რამოდენიმე საათით შეუწყდა. ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა დილის 11 საათიდან 12-ის ნახევრამდე სოფელ მატანს, 12-ის ნახევრიდან 12 საათამდე პანკისის ხეობას, 12 საათიდან 1-ის ნახევრამდე ზემო ალვანს და 1-ის ნახევრიდან 1 საათამდე ახმეტას. Როგორც კახეთის ენერგოდისტრიბუციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა აღნიშნა, ტრანსფორმატორები ზეთები იცვლებოდა და სახელმწიფო ელექტროსისტემის მოთხოვნით განაცხადი იყო გაკეთებული, რის შედეგადაც ენერგოდისტრიბუციასთან შეთანხმებით რამოდენიმე საათით ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა ახმეტის რაიონის აღნიშნულ სოფლებს და თელავის მუნიციპალიტეტის რამოდენიმე უბანს. Როგორც ბექა ბარამიძემ აღნიშნა, პროფილაქტიკური სამუშაოები დასრულებულია და ამ დროისათვის მოსახლეობას ელექტროენერგია სრული დატვირთვით მიეწოდება. ახმეტაში 10 კილოვოლტიან ფიდერებზე ტრანსფორმატორებში სახელმწიფო ელექტროსისტემის მოთხოვნით იყო განაცხადი გაკეთებული და შეთანხმებული იყო ჩვენთან, რომ ქსელში გაითიშებოდა ელექტროენერგია. მიზეზი კი იყო ის, რომ ტრანსფორმატორებში ზეთები იცვლებოდა და ეს უნდა მივაწეროთ პროფილაქტიკურ სარემონტო სამუშაოებს. ამჟამად ახმეტაში ელექტროენერგია სრული დატვირთვით მიეწოდება მომხმარებელს. 4 საათით იყო თავიდან მოთხოვნილი განაცხადით, მაგრამ შევათანხმებთ ისე, რომ ნახევარი საათით გაითიშა ქალაქის სხვადასხვა უბნები, ასე რომ გათიშვა ნაკლებად შესამჩნევი იყო აბონენტებისთვის.